საქართველოში არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც მოკვდება, ქალაქი აღარ იქნება. და ეხლა ჩვენ ვცდილობთ მოვიფიქროთ ვარიანტი, როგორ უნდა გადარჩეს ეგ ქალაქი და ეგ ხალხი არ გაიქცეს. და ჩვენ მთავრობა ამბობს, რომ კერძო ინვესტორს, რა კაი კერძო ინვესტორი იყო. უნდა გაუგოთ. და ეგ ხალხი, რავი, ძალიან გული მტკივა, მაგრამ ჩვენ მაგ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. სახელმწიფომ რო წამოიღოს ეგ პრინციპულად მიუღებელია. ოცნებას როცა რამე კანონის შეცვლა უნდა, მაგას ახერხებს 3 დღეში. აი ხლა რამდენი კანონი მიიღეს. აი თუ პოლიტიკური ნება იქნა, რამე კანონი თუ არის შესაცვლელი, მაგას ოცნება შეგიცვლით 3 დღეში. აი 3 მოსმენა ხო არის ჩასატარებელი კანონზე. თუ ძალიან გაჭირდა 1 დღეში, 3-ვე მოსმენას 1 დღეში გაივლიან. რამე პრობლემა კი არ არის კანონების შეცვლის. აქ არ არის პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება, რომ სხვილი ინვესტორის ინტერესებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა დააყენოს, იმიტომ რომ 3500 ადამიანი, რომელიც ახლა შრომობდა ჭიათურაში, ეგ არის 3500 ოჯახი. ანუ ერთი 15000 ადამიანის ბედი წყდება ახლა, ეგენი იმ ქალაქში დარჩებიან თუ არა და მარტო ეგრე კი არ არის, რომ ის 15000 ადამიანი მაგის გარშემო არის მთელი ინფრასტრუქტურა, კაცო, იქ მე მაღაზია აქვს, ვიღაცას ბენზოგასამართლისა, ვიღაცა რაღაცას აკეთებს იქ და მთელი ქალაქი მოკვდება.